აქ კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა მშობლის ძალა, განსაკუთრებით ჩართული, ინფორმირებული და დაინტერესებული მშობლის. ნამდვილად დიდი ძალა აქვს მშობელს ყველა სახის ცნობიერების ამაღლებაში და სერვისების განვითარებაში. მე არ მინდა გავამახვილო დღეს ყურადღება პრობლემებზე და დიაგნოსტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრი ვარ, მოგეხსენებათ, და დისლექსია შეტანილია დაავადებათა ნუსხაში, თუმცა დაავადება ეს, რა თქმა უნდა, არ არის. ეს არის ნეირო განვითარებითი მდგომარეობა, ესე ვიტყოდი, უფრო მეტად ვიდრე დარღვევა. და მე ზოგადად მახასიათებს ყველა მდგომარეობაში რაღაცა პოზიტიური მხარეების ძებნა. ამ შემთხვევაში არც დამჭირდა პოზიტიური მხარეების ძებნა, იმიტომ რომ უჩემოდ მოძებნეს და საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ესეთი პოზიტიური მხარეები და ამიტომ ამ მიმართულებით მინდა თქვენი ყურადღება მიგაქცევინოთ ამ მიმართულებით. ვისაუბროთ პოზიტიურ მხარეებზე. დისლექსია აღიქმევა ტრადიციულად როგორც დასწავლის სირთულეები, უპირატესად კითხვის და წერის სირთულეები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პრობლემა. ეს არის ინფორმაციის გადამუშავების განსხვავებული გზა, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ მოსმენილ და ნანახ ინფორმაციას და როგორ ვიყენებთ ჩვენს ორგანიზაციულ უნარებს, აი სწორედ ის შუბლის წილი, რომ ერთვება აქტიურად და ორგანიზაციულ უნარებს განსაზღვრავს, ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მხარე დისლექსიის დროს. ეს ძლიერი მხარეები ძალიან ადგებათ ხოლმე ადამიანებს ისეთ სფეროებში, როგორც არის დიზაინი, პრობლემების გადაჭრა, კრეატიული აზროვნება და კომუნიკაციის უნარები, რომელიც ასევე ძალიან კარგად აქვთ განვითარებული დისლექსიის მქონე ადამიანებს. იმედია არ გეწყინებათ, თუ ხანდახან დისლექტიკს ვიხმარ, როგორც სიტყვას, საქართველოში დიდად დამკვიდრებული არ არის, თუმცა ყველგან გამოიყენება. ისევე როგორც საქართველოში მშობლები ძალიან აქტიურად ჩაერთვენ დისლექსიის ცნობადობის ამაღლებაში, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებშიც ასევე დაიწყო, ხო, როდესაც გაჩნდა რაღაც პრობლემა, მიმართეს სპეციალისტებს და მშობლები და დასრული ადამიანები, ვისაც გვიან დაესვა დისლექსიის დიაგნოზი, ან საერთოდ არ ქონდა დასმული, მაგრამ ეჭვი ქონდათ, რომ დისლექსია აღენიშნებოდათ, ასეთმა ადამიანებმა შექმნეს ორგანიზაცია Made by Dyslexia და პირველად დაიწყეს საუბარი მათ სწორედ როგორც დისლექსიის პრობლემებზე, ასევე დადებით მხარეებზე, რადგან თავისი გამოცდილებით იცოდნენ, როგორ დაძლიეს ის პრობლემები, რა უნარები გამოიყენეს ამისთვის და დაიწყეს შესაბამისად ამ უნარებზე საუბარი. როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი აღნიშნავდა, ეს ამბობდა, რომ მათი ტვინი სხვანაირად ამუშავებს ინფორმაციას. ამიტომ არის მათთვის რთული ის, რაც სხვებისთვის ტიპური განვითარების შემთხვევაში ძალიან მარტივია. და სწორედ ის უნარები, რომელიც დარღვეული არის დისლექსიის დროს, ეს არის აკადემიური უნარები. ამ აკადემიური უნარებით ფასდება ადამიანის კომპეტენცია განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, ხო? ამიტომ ეს დათრგუნულობას იწვევს და იწვევდა, რა თქმა უნდა. დისლექსიის მქონე 99%-ს უჭირს მართლწერა და გრამატიკა. და ამავე დროს ისინი შეიძლება იყვნენ, რაც თითქოს პარადოქსულად ჩანს, შესანიშნავი მწერლები და მოსაუბრეები. გრამატიკული შეცდომები სხვების მიერ აღიქმება როგორც დაუდევრობა, უყურადღებობა, უცოდინრობა და შესაბამისად დისლექსიის მქონე პირების უმეტესი ნაწილი, აი 4 ადამიანიდან 3 მალავს საკუთარ პრობლემას დღემდე და უფრო მეტად მალავდა ადრე, რა თქმა უნდა. ყურადღება, რომ გავამახვილოთ მხოლოდ პრობლემებზე და ვისაუბროთ მხოლოდ პრობლემებზე, ჩვენ შეიძლება გამოგვრჩეს დადებითი მხარეები, ძლიერი მხარეები, რაც
განსაკუთრებული ღირებულება ამ მდგომარეობის, ასე ვთქვათ. სწორედ ის უნარები, რომელზეც ვისაუბრებთ, ანუ დისლექსიური აზროვნების ტიპის უნარები, ეს არის ის ეგრეთ წოდებული soft skill-ები, რომელიც დღეს ძალიან ფასობს დასაქმების ბაზარზე და ძალიან ბევრი დამსაქმებელი ითხოვს კონკრეტულად ამ უნარების მქონე ადამიანებს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. თავად dictionary.com ასე განმარტავს დისლექსიურ აზროვნებას, რომ ეს არის პრობლემის გადაჭრის, სწავლების და ინფორმაციის გადამუშავების მოდელი, რომელსაც ხშირად იყენებენ დისლექსიის მქონე ადამიანები. იგი მოიცავს უნარებს, რომელიც განსხვავებულად აფასებს გარემოს და ამდიდრებს ჩვენ სამყაროს. რა არის ეს უნარები? ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული და მთავარი უნარი, ეს არის მთლიანი სურათის აღქმა, პერსპექტივაში დანახვა, სტრატეგიული ხედვის უნარი, დეტალებზე ორიენტირების გარეშე, ზედმეტი ორიენტირების გარეშე, ეს უნარი აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ ჩარჩოებში არ მოექცენ და დაინახონ ისეთი რამე, რაც შეიძლება სხვამ ვერ დაინახოს. პრობლემების კრეატიულად გადაჭრა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით ამას, როცა საქმე გვაქვს დისლექსიის მქონე ადამიანებთან, რამდენად კრეატიულად და მოულოდნელად შეუძლიათ გადაჭრა რაიმე პრობლემა, რაზეც ჩვენ შეიძლება ბევრი ვიფიქრეთ და ვერც მივედით იმ შედეგამდე, მაგრამ მათთვის ეს რაღაცა ძალიან მარტივი აღმოჩნდა, შეფასების მომენტშიც კი ხშირად ჩანს ხოლმე ეს უნარი, განსაკუთრებით აი მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში შეიძლება ისე უცებ მივიდნენ პასუხამდე, რომ თვითონვე გაუჭირდეთ მე ახსნა როგორ მივიდნენ ამ პასუხამდე, მაგრამ ფაქტია, რომ შენზე სწრაფად მიდიან იმ კონკრეტულ პასუხამდე და შედეგს აღწევენ. შაბლონების ამოცნობა შეუძლიათ ძალიან მარტივად დისლექსიის მქონე ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი აზროვნება ხშირად ამ შაბლონებს ცდება ხოლმე, ასევე თითქოს პარადოქსულად ჟღერს. სივრცული და ლატერალური აზროვნება აქვთ ძალიან კარგი, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ძალიან კარგად შეუძლიათ ვიზუალიზაცია, წარმოსახვა და შემოქმედებითი ხედვა აქვთ. ინტერპერსონალური ურთიერთობები ასევე ერთ-ერთი მათი ძლიერი მხარეა. კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარები გააჩნიათ, კარგად ამყარებენ კონტაქტებს გარშემოყოფებთან, შესაბამისად იყენებენ ამ კონტაქტებს პირადი მიზნებისთვის, მაგალითად კარიერული ზრდისთვის, რაც ცუდი სულაც არ არის. და ასევე თავიანთ შარმს და მომხიბლელობასაც საკმაოდ ხშირად იყენებენ, მათ შორის შეფასების დროსაც მქონია ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვი ცდილობს თავი მოგაწონოს და რაღაცებს იქვე თავი აარიდოს, რაც მისთვის ცოტა რთულია. თანამშრომლობის უნარი შეუძლიათ აქვთ ნამდვილად და გუნდური მუშაობა ძალიან კარგად შეუძლიათ. ამასთან ერთად ლიდერობის უნარიც გააჩნიათ და აქვთ ძალიან კარგი ემპათიის უნარი. ნარატული აზროვნება, როგორც თქვი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტექსტის წაკითხვა და ტექსტიდან შინაარსის გამოტანა თითქოს უჭირთ, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვთ და შეუძლიათ კარგად მოყვნენ ისტორია საინტერესოდ. შესაბამისად ეს განაპირობებს იმას, რომ კარგი მწერლები შეიძლება იყვნენ დისლექსიის მქონე ადამიანები და წარმოსახვას კარგად რთავენ ხოლმე აი ამ თხრობის დროს, ესეც ხშირად შემიმჩნევია შეფასებისას, როდესაც ტექსტის წაკითხვა უჭირს, მერე შინაარსის გამოტანაზე წვალობს, მაგრამ იქვე შეუძლია ჩართოს წარმოსახვით ისეთი რაღაცები, რაც რეალურად არ ეწერა, მაგრამ შეიძლება ლოგიკურად გამომდინარეობდა იმ მონათხრობიდან ან აღწეროს გმირის ემოციები, რომელიც იქ არ იყო მოცემული, მაგრამ ძალიან კარგად გაიაზრა ეს ემოციები. დისლექსიური აზროვნება არაუბრალოდ ისე ტერმინია ციდან მოტანილი, ამ შემთხვევაში უკვე არის რეგისტრირებული როგორც პროფესიული უნარი და შესაბამისად
CV-ს შევსების დროს დისლექსიის მქონე ადამიანს შეუძლია ჩაწეროს, რომ აქვს ეს უნარი, როგორც ერთ-ერთი პროფესიული უნარი, LinkedIn-მა შეიტანა ოფიციალურად, როგორც პროფესიული უნარი 2022 წლიდან და ამერიკაშიც და ევროპაში ძალიან გავრცელებულია ეს მიდგომა neurodiversity inclusion, რომელიც ნიშნავს არა იმას, რომ რაღაცა სოციალური მოტივებით და ზეწოლის გამო დამსაქმებლები იწვევენ თავის კომპანიაში დისლექსიის მქონე ადამიანებს, ან ADHD-ის მქონე, ან აუტისტური სპექტრის ადამიანებს, არამედ აღმოჩნდა, რომ მათ რეალურად ჭირდებათ სამსახურისთვის ის კონკრეტული უნარები და შესაბამისად ეძებენ ასეთ ადამიანებს. აი კომპანიები IBM-ი და Dyson-ი ამით გამოირჩევიან ნამდვილად. Dyson-ში, როგორც ვიცი, დაახლოებით 70%-მდე დასაქმებულების დიზაინის სფეროში დისლექსიის და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები არიან, იმიტომ რომ სწორედ მათ აქვთ რაღაც განსხვავებული ხედვა დიზაინთან მიმართებაში. აქვე რომ ასე ვთქვათ, მაგალითებით გავამაგროთ ეს დისლექსიური აზროვნების კონცეფცია, მოვიყვანეთ ცნობილი ადამიანები, ვისაც სავარაუდოდ ჰქონდათ დისლექსია, მათ უმეტესობას, რა თქმა უნდა, დიაგნოსტირებული ესე არ ქონია, სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენებით, მაგრამ გვაქვს ცნობები, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული პრობლემები კითხვის და წერის. ალბერტ აინშტაინი, მას აუტისტურ სპექტრსაც აბრალებენ და დისლექსიასაც, მას უჭირდა კითხვა, თვითონ კითხვის უნარის ათვისებაც გაუჭირდა სკოლაში, თუმცა ამავე დროს მან შეძლო ფიზიკური პროცესების წარმოსახვაში მართვა და შესაბამისად ძალიან დიდი როლი ითამაშა ფიზიკის განვითარებაში. აგათა კრისტისაც ასევე ამბობენ, რომ მას სავარაუდოდ ჰქონდა დისლექსია და აი აქ კარგად ჩანს სწორედ იმ storytelling-ის უნარი, რომელიც დისლექსიური აზროვნების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მას შეეძლო სიუჟეტების უცნაურად და მოულოდნელად გადაჭრა და შესაბამისად მაგიტომ არის მისი ნაწარმოებები ასეთი საინტერესო და წინასწარ ამოცნობა საკმაოდ რთულია ხოლმე, ხო, დამნაშავის. რიჩარდ ბრენსონი, რომელიც Virgin Group-ის დამფუძნებელია, მას დადასტურებულად და დიაგნოსტირებული აქვს დისლექსია ამ შემთხვევაში და თავად თვლის, რომ დისლექსია არის მისი მთავარი ბიზნეს ინსტრუმენტი და მას ძალიან ეხმარება. სტივენ სპილბერგზეც ამბობენ, თავადაც ამბობს, თუმცა დიაგნოსტირებული არ არის. და ის აღნიშნავს ამ უნარს სამყაროს ხატებით შეცნობის უნარს, რომელიც ძალიან დაეხმარა ფილმების გადაღებაში. ინგვარ კამპრადი, IKEA-ს დამფუძნებელი, ასევე დადასტურებულად აქვს მას დისლექსიის დიაგნოზი და სწორედ ეს უნარი, როგორც თავად ამბობს, დაეხმარა ვიზუალურ სივრცით აღქმაში და შეაქმნევინა ის კონცეფცია ავეჯის, რომელიც იშლება და პატარა ხუთის მეშვეობით შეიძლება გადაადგილდეს. ლეონარდო და ვინჩიზეც ამბობენ, რომ მას სავარაუდოდ ჰქონდა დისლექსია, იგი სამყაროს თავისებურად ხედავდა ნამდვილად, საოცარი წარმოსახვა ჰქონდა და სივრცითი უნარები, რაც ძალიან კარგად ჩანს მის მიერ მოხატულ ფრესკებში. ჯონ ლენონი ასევე ერთ-ერთი დისლექტიკი, რომელსაც წერა-კითხვა უჭირდა, მაგრამ ძალიან კარგად იყენებდა მოულოდნელ მეტაფორებს და ხატებს თავის სიმღერის ტექსტებში. ნორმან ფოსტერი, არქიტექტორი, ლონდონში იცით ალბათ ის კვერცხის ფორმის დიდი შენობა მისი შექმნილია. აი ეს მიუთითებდა სწორედ ამ ვიზუალურ უნარებზე და წარმოსახვით უნარებზე, რომ დისლექსიამ მისცა მას საშუალება 3D-ში წარმოედგინა ეს არქიტექტურული ნამუშევრები, რაც თვითონ შექმნა. ასე რომ არც თუ ისე ცოტა ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უბრალოდ არ მინდა დაგალო ზედმეტად. არც თუ ისე ცოტა წარმატებული ადამიანები, დისლექსიის მქონე წარმატებული ადამიანები, რომლებსაც სულაც არ შეუშალა ხელი დისლექსია, მაგრამ პირიქით რაღაცებში ხელი შეუწყო.
რატომ არის აუცილებელი დისლექსიის დროს მიდგომის შეცვლა? ამაზე ქალბატონმა თამარმაც ისაუბრა, რომ ემოციური მდგომარეობა ერთ-ერთი წამყვანია დისლექსიის დროს და სწორედ ემოციური მდგომარეობა მეტწილად განაპირობებს ხოლმე კონკრეტული ადამიანის როგორც მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე მის ადაპტაციას და წარმატებას ცხოვრებაში. დღევანდელი სასწავლო პროგრამა სამწუხაროდ განსაკუთრებით საქართველოში აგებულია ძირითადად ტექსტზე, ხო, ტექსტის წაკითხვაზე, წერაზე, ამიტომ ბავშვები, რომლებსაც უჭირთ ეს კონკრეტული უნარები, რა თქმა უნდა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ გარემოში, მით უმეტეს, როდესაც მასწავლებლის მხრიდან და მშობლის მხრიდან მიმღებლობა არ არის და მათ აღიქვავენ როგორც ზარმაცებს და უვიცებს, რა თქმა უნდა, ეს ემოციურ განწყობაზე ძალიან მოქმედებს. ამავე დროს ძალიან დიდ რისკს ვაწყდებით, რომ სწორედ ის დისლექსიური აზროვნება და ის ძლიერი მხარეები და უნარები, რომელიც ბავშვს გააჩნია, გამოგრჩეს და ვერ შევამჩნიოთ, შესაბამისად ვერ განავითაროს და ვერ გამოიყენოს ბავშვმა, მაგალითად ვერ შეამჩნიოს მასწავლებელმა ვიზუალურ აზროვნებაში მნიშვნელოვანი უნარები ან პრობლემების არასტანდარტული გადაჭრის უნარები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევცვალოთ მიდგომა პრობლემის დანახვიდან პერსპექტივის დანახვაზე, გადავიტანოთ აქცენტი და ვთქვათ ესე, რომ არა შენ გაქვს დისლექსია, არამედ შენ გაქვს დისლექსიური აზროვნება, განსხვავებული აზროვნება, რაც უკვე პოზიტიურ ჭრილში გვაძლევს პრობლემის დანახვის საშუალებას. როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი, ამაზე ალბათ ბევრს ისაუბრებენ ჩემს შემდეგ გამომსვლელები, მაგრამ მოკლედ მინდა ვთქვა, არა მარტო დისლექსიას ეხება, ეს ალბათ ყველა პრობლემას ეხება, რომ არ გავამახვილოთ ყურადღება შეცდომებზე და მინიმუმამდე დავიყვანოთ კრიტიკა. არამედ შევაქოთ კრეატიული იდეები, არასტანდარტული გადაჭრა პრობლემების, მოხერხებულობა დისლექსიის მქონე ადამიანების. მივცეთ მათ საშუალება ცოდნა გამოავლინონ სხვა გზით, რაც მათთვის უფრო მარტივია, მაგალითად ვიზუალურად, ზეპირსიტყვიერად, პრაქტიკულად და არა მხოლოდ წერილობით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ თვით დაჯერებულობის განვითარებაში. თვით შეფასება ხშირად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დისლექსიის დროს. მათთვის უნდა შეიქმნას გარემო, სადაც განსხვავებული აზროვნება დაფასდება და არა დაიჭება და სწორედ დისლექსია ფრენდლი გარემო ამას გულისხმობს. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ დისლექსია არა შეზღუდვა, არამედ აზროვნების სპეციფიური კონფიგურაცია და ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ დისლექსიკები არიან ვიზიონერები, კარგი მთხრობელები, გამომგონებელი და სტრატეგები და შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი ლიდერები. და მინდა ჩემი გამოსვლა დავამთავროთ დისლექსიკის გამოთქმით. სტივ ჯობსი ყველამ იცით, ყველა იცნობთ და სტივ ჯობსი ამბობდა, რომ სამყაროს სწორედ ის ადამიანები ცვლიან, ვინც მას არასტანდარტულად, თავისებურად აღიქვავენ. მადლობა ყველაფერს. დიდი მადლობა ტატა, ძალიან ვაფასებ ჩვენს მეგობრებს.